სხვა გუნდში, სადაც უფრო მეტი სათამაშო პრაქტიკა. როგორი ტექნიკური ადგილზე, როგორ მოტყვა ერთი მეორე. ჯარიმა. და ეხლა მე მგონი თავადაც უნდა დაარტყეს ეს ჯარიმა, ისე მოიპოვა. მარცხენათი ძალიან კარგი დარტყმა აქვს არაბიძეს და კვესკის მოთხოვა გუნდი. შესანიშნავად ითამაშა, კარგად გამოჩნდა გამეორებაზე. ჩაარტყეს მეხში. ძალიან კარგი პოზიციაა ზუსტად ცაცია. ბოლო წუთი წავიდა. მეხუთეზეც არ უტყოდით ვარს. ემზადებიან ჩვენები ხედავთ კოკასკერი და არაბიძე. სამწუხარო არაო ცოტა შემატკივარი მოვიდა დღეს. და სამწუხაროა რომ ამხანაგურია ეს მატჩი. ხო ეს და მაგრამ ვინც აქ არის, ვინც ტელეეკრანებთან საზოგადოებრივ აუწყებლის პროგრამაზე ადევნებს თვალყურს ამ შეხვედრას, ჩვენთან ერთად ალბათ ძალიან ასიამოვნები იქნება. აბა ვნახოთ ეს ჯარიმა. არა, არაბიძე ამას არავის დაარტყმევინებს. დარტყმა და ხუთი. მაინც გაიტანა არაბიძემ. არაბიძის გოლი. და გატანა და მაინც შეაგდო. შვედს ძალიან გვინდოდა რომ შეეგდო. გიორგი არაბიძე. თვითონვე მოიპოვა ეს ჯარიმა და თვითონვე შეასრულა 5-0 საქართველოს ნაკრები. ბოლოს ამ ხელოსნობით როდის მოვიგეთ ლიგა არც მახსოვს მართალებით რა. ფარერები რო დავამარცხეთ დიდი ანგარიშით იმის მერე მეგონი ასე არ მიდიოდა. 7 იყო ჩვენს მეზობლებთან სოფელთან ამხანაგურ შეხვედრაში შემოხდეს. არაბიძე აქ ძალიან ჭკვიანურად დაარტყა, მოატყუა მეკარე. პირდაპირ სადაც იდგა თავიდან გოლკიპერი იქით დაურტყა და 5-0. აი ესა